მე და გაიოზი ვფიქრობთ, რომ კუწელია ვეგანობას დაკარგავს. რა სიზამს? ვეგანობას დაკარგავს. ვაჟიშვილობის პონჩი? შეავადმყოფო მოშორდი აქედან. მურჩაკი დაბრუნდა და ფრთხილად. ხედავთ? რა ხდება? უი არაფერი, ჭახანა ყოფილა. რა არის შვილო, რას გავხარ? გაიგეთ რა თქვა? ბლოკი მადევსო, ბლოკიო. იცით ეგ რას ნიშნავს? უჩია შეკრული? არა იდიოტო, ჰაკერი გვჭირდება. არა რა 9 ძმა, მანდ 0-ია პასუხი. რატო ვითომ? სიყვარული არ იკრიბება, როცა მას ღალატ იყობს ძმა. ხო, აი რამე ისეთი სლოგანი რო იყოს, აი დედალი ქათმის კვერცხები პირდაპირ სოფლიდან ან რამე. ახლა დავფიქრდი ისე და ამათმა რო ყველა ნაშა ჩაანაცვლონ, მერე რა უნდა ვქნათ? რავი? უნდა ვანძრიოთ ალბათ. მამენტ ისედაც ეგრე არ ვართ? კი, გაი მაშინ მკიდია. ვაუ. შენი გაცნობა შეიძლება ლამასო? მე ჭახანა ვარ მომავალი ფეხბურთელი. და ნახდა ჯობია პოლიკას არა უყვე. მაგის დონეზე ჩასვლა ნახდად მეგოიმება. რავი ძმაო, შენც უნდა გააქტიურდეთ. გენისო, როგორ ახარ სიცოცხლე? გითხარი ხელზე რო გოლების სტატუების განკეთებას ვაპირებ? ასეთ სიგიჟეს თუ გამოვცედი ცხოვრებაში ეგ ნახდათ. კაჩი. რა ხდება? ნაშები. რა ნაშები მაგის დრო გვაქვს? 2023 წელში ვართ ბიჭო, დროის მეტი რა გვაქვს? მე ჭახანა ვარ ხრობელა, ჭავჭავაძეზე ვიშენებ. კაი მზად ვარ, მივხედოთ საქმეს. არც ცოლი, არც შვილი ან რამე? სჯობს მარტო ხელამგელი იყო, ვიდრე ცხვარი ფარაში. იასნა, არც მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას. ნაშების აგდებაში დამეხმარები? კი, ძმა, როგორ არ დაგეხმარები. მალე წიგნის გამოშვებას ვაპირებ, ყველა ნაშა ჩემია, ასე ერქმევა. წაიკითხე და ცხოვრებას ინსწავლე. რა მაგრად ტეხავს, ვერავინ ვერ დავკერე. რანაირი ქალები არიან, რა არის ეს? გაიოს ალბათ მოკლავდნენ ვაფშე. საყვარელი, გაიზიკო როგორი სიმპათიურია. რანაირად? გაიოზმა ნაშების აყრაში მაჯობა? არა, ეს ადამიანთა მოდგმა უნდა გადავარჩინოთ ჩვენ. რამე პლანეტა ვიპოვოთ და დავიწყოთ გამრავლება. არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, მაგრამ მხოლოდ ბიჭები გადავრჩით. მე შევამჩნიე, ნერვები აღარ მაქვს, ნაშები გაქრნენ, ძმაო, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს. სოკო აქვს? მამენტ ისე რო დაუფიქრდე, აიცა, ხო ძმა, რა ვიცი, იმდენ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, აზი არ ვარ, ვინ ამკიდა, ხო აზე ხარ? არა, სულელურად ჟღერს არ მინდა. კი, მაგრამ თევზები ცოდოები არ არიან? კაი რა, გაიოს თევზები არიან სამყაროს ჩმორები, ძმა. მართლა? ანუ რომ მივიდე და შევაგინო, არაფერს მეტყვიან? რა? პოლიკ მართლა დიშლა ხარ რა? ჭახან ძმაო, მომისმინე? იდი ნახვი. შენ ახარ პიტალო. აი მკლავზე გოლების სტატუ უნდა გავიკეთო რა და შარდენზე ვიმოძრაო თბილისში, ხო ხდები? შენ არ გაქვს ისე ტატუები, რამე აი ესეთ ადგილას რა, ყველას რო ვერ ანახებ, ხო ხდები? კი, მაგრამ ყველა შავი ქათმების კვერცხებს ჭამდნენ, კაცო. როგორც ალბათ ატყობთ ამ ბოლო დროს დიდად აღარ ვერთვები ამ სიგიჟეებში რა. ჩემი ყურადღება სრულიად ნაშებზე გადავიტანე და გოლების სტატუებისთვისაც ფულს ვაგროვებ რა, ხო ხდებით? მაგრამ გაიოზი მართლა რაღაცას ურევს, როგორც ვაკვირდები. ეგ არის ბიჭო ძმა კაცობა გოგოს რომ ახევ, ხო იცი რო კერისო მე მევასება ძმაო, რას ეჩალიჩები, ან დასვიაზება თუ გინდო და გეკითხა ძმაო, იქნება გაძლევდი დაბროს, ზურგს უკან რო კერავ თურმე ძმა. ჭახან, რამდენ ნაშასთან ყოფილხარ? რავი bro, 20-ის მერე თვლა შევწყვიტე. ხო და რავი ბიჭებო, ყველანი მადლობელები ვართ რა. გესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. რა მაგარი გიტარები იყიდება, ესენი ნაშებს ყრის, ხო? ბიჭო, ხელთათმანები ხო არ გავიკეთოთ? რა? რატომ? რავი ისე, იქნება დაგჭირდეს. და ხელზე ეს ხელთათმანები რატო გიკეთიათ? რა იყო, კიდევ ხარ? ეგ მართლა გაასწორებს, ჩვენი ბიზნესი გვექნება. ასე ხართ, ყველა ნაშა ჩვენი იქნება. ხო! სველი წიგნების ბიზნესი, რომ გადასაფუსლად თითზე დაფურთხება აღარ დაგჭირდეს რა. გააჯვი რა პოლიკ. შენ მოგიტყნა. რა თქვი? არაფერი წადი რა თუ მიდიხარ. ჩუნგა. ეს ძალადრის მასტერი ნახე რა.
ხო რა ვიცი ძმაო, წეღან ერთ გოგოსთან მივედი, მეთქი გავიცნოცკო და ჯერ გოლების დატუებზეც უთხარი და ძალიან შტერობა მიპასუხა. რა? უცნობებს არ ვეცნობიო. აბა მარტო ნაცნობებს ეცნობა? იქნებ არ დაივასე პროსტა. არა, შანსი 0 ძმაო. ბიჭო, რო გეუბნებით ამიჯერე რა, ხო იცი რა გამოცდილიც ვარ, სანამ შეხვდები, აი ჩვეულებრივი ლარიანი მაღაზიები როა, იქ შეირბინე და რეზინა მინდა თქო უთხარი რა. და რა ვუყო მე მაგ რეზინას? ხელზე გაიკეთე რა, მე ძმაო გოგოს არ ხვდები ხელზე თუ რეზინა არ მიკეთია, რომ დაცულად ვიყო რა, ხოვაზე ხარ. შავი რეზინა დაითრია ეგ უსწორდება ძალიან. რა წითელი და ყვითლები არ გინდა. ხო, ვითომ ახალი მოდა. კი, ხვრელების მოდა. დიდი ხვრელების მოდა. აუ მიიწვით ბიჭო. რა დროს ენგა, კაცო ხმა ძალიან ახლოვდება. რა კომენტარები და პოსტები იწერება ბიჭო შენზე და გერისოზე ყველა იძახის რა მაგარი წვილიაო ბაზარი არა ძმა ბაზარი არა კი, ნახე მთელი დღე ხელჩაკიდებულები დავდიოდით, მაგრად ვიგულავე. ბოლოს უთხარი მეთქი ჯერ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ თქო რა, ყვაზე ხარ. ჯერ 10 მინე შეჭრა რაღაცებში გამოცდილებას ვაგროვებ. ბიჭები მაგიის სკოლაში მოხდნენ. იმედი აქვთ რომ იქ რამე საკაიფოს ისწავლიან თავდაცვის პონჩი რა. ჭახან თქვი რამე? წანგემისთვის მოემზადეთ ბიჭო. აბა, ვის შემომიერთდება? ვინი ბრძოლებს სამართლიანობის თუ უსამართლობის წინააღმდეგ? მე. რა ხდება, რა ქაოსია? წყნაური იყოს. ცოლს შამანი გიპობს ბიჭო. რა, ვაიმე. რას ქვია მიპობ? ეს ნახეთ ვაფშე ტყიდან გამორბის კამეჩი შავი არ ასერჩი ვეთანხმები მე არ ვეთანხმები რა გავიგო მან ვეთანხმები იქნება მომენტი შავი როა მაგის გამო ხო არ გაუტრაგებ კამეჩს რა ხდება აქ ელშუქს უხსნი თავი როგორ დაიცვას დაავადებებისგან რა ჩემი ხისახში რა ჯანდაბას აკეთებ თქო ეგრაში მაინტერესებს მოიცა როგორ ირთვება ეს წყნაური იყოს მომისმინე ბიჭო რო გეუბნები გაიგე უმაგრესი ბიზნესია მეთი უმაგრესი ჭახან რგოლების დატუ გაიგეთ ეს რაღაცა ხო არც მახსოვდა რომ გავიკეთე ჩემ ეს ასლიპინას აროჩკა ჩაგიცვავს რა არის პოზერი ხარ პარემ თმები გადაიზლიპინე ჟელეთი ოლეკ უნამუსო ვიყო ერთ დღესაც ვიღაცა ენით გითხრევს და ღირსიც იქნები ვა სერიოზული ხომალდია რამდენ სწავს ბენზინზე არ მუშაობს. კატალიზატორი აქვს არა. პლიტა მოტორზეა? არა. სულ პლატაო თვითონ გოგოებს ვყრი, მაგრამ რეალურად ნაკოსნიც კი არ მაქვს ვინმესთვის. ეგრეც ვიცოდი. რა ჩამაცივდით თო გავიზარდე და შევიცვალე რა. როდემდე უნდა ვიყო პატარა ბავშვი, ნაშებს ბავშვები არ ევასებათ, ხო ასეხათ. კაი დროზე გავიდეთ აქედან დღეს დეითი მაქვს და მეჩქარება ეს ხო იცით არც ერთ ქალს არ მოსწონს როდესაც სხვა რამეებს მათზე მეტ დროს უთმობენ კაი წავედით არ გაინტერესებს რომელ წელში ვართ? ბიჭო რა ვიცი რანაირად უნდა გავიდე მოდი ტელეფონს დავხედავ. უასობით წლით უკან არ გადავარდით სატელიტზე ხომ ტელეფონის დრო ავტომატურად განახლდებოდა. ხო მეც მაგას ფიქრობდი ჩემი თავი ვიყო ამას ლუზერები ამბობენ ახალ ტატუს დავიხატავ ეგ უეჭველი უშველის ყველაფერს რა ტატუს? დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ აი წარმოიდგინე ზურგზე უნდა დავიხატო დრაკონი როგორ ჭამს მოტოციკლეთს შენ არაფერი გეშველება რა. ვახ ხელზე რა გჭირს ბიჭო ბარო ბიჭები რა ხდება ჭახან ინტერნეტი სავსე ყოფილა თურმე ამ დოკუმენტური ფილმებით და ცოტა შევყევი ახლა რომ მახსენდება ეგ ფილმები აუ ჩემი წადი თქვენ მე რაღაც საქმე მაქვს კომში არა ეს ხმა არა საიდან გახდეს გიტარები მალე გაკვეთილები გიმთავრდება და თუ გინდა ჩემთან წავიდეთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ჩაუჯდეთ. კაი თამაშია წინ. კი, ბაზარი არა.